ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ეს ჩემთვის რა, როგორც ამბობენ თეატრის მტვერი აქ გადავყლავე პირველად. სულ მაინტერესებდა რას გრძნობენ მსახიობები, როცა თამაშობენ. ერთ სპექტაკლზე მახსოვს აპლოდისმენტების დროს ვიფიქრე რა, ნეტა რას გრძნობს ეს მსახიობი მეთქი და მივხვდი იმას, რომ სანამ მე თვითონ არ გამოვცდიდი ამას, ვერასდროს მივხვდებოდი რას გრძნობს ის. მე ვარ დიმა აგეევი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. ამ თეატრში გავატარე 4 წელიწადზე მეტი, მომავალ განმავლობაშიც ბევრ ძალიან საინტერესო სპექტაკლში ვითამაშე და ძალიან ბევრი კაი ადამიანი გავიცანე. თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რაღაც ახალი ცხოვრებისეული გამოწვევების დროა. და გადავწყვიტე, რომ შევეჭიდო ისეთ რამესაც, ჩემთვის სრულად უცხო იყო და ეს აღმოჩნდა პროგრამირება. დავიწყე ბაზრის კვლევა, გავირკვიე მიმართულებებში რა რისთვის ჭირდება, რომელი პროგრამირების ენები არის მოთხოვნადი. სხვათა შორის ძალიან მალევე მივხვდი, რომ მაინტერესებს, იმიტომ რომ თავისუფალ დროსაც ვკითხულობდი რაღაცას ამ თემაზე, რაღაც ბლოგებს ვეძებდი, YouTube-ზე ვიდეოებს ვუყურებ. დაწყებიდან სადაც 7 თვეში უკვე დავიწყე ინტერნშიპი აქსელერაციის პროგრამაზე კომპანია Swift-ში. ძალიან კაი შესაძლებლობა იყო ეგ ჩემთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ პროფესიაში და პროგრამირებაში ჩემს განსაკუთრებულად პრაქტიკას ყველაზე დიდი მნიშვნელობა Swift-მა მომცა ეგ საშუალება, რომ ძალიან ბევრ საინტერესო რეალურ პროექტზე მემუშავა ძალიან კაი სპეციალისტებთან ერთად. ბევრს უკვირს, რომ სად მსახიობობა, სად პროგრამისტობა და რაღაცით მსგავსება არის მაგათში, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე რაღაც ხრივ კრეატიული სამუშაო არის. ორივეში აბსოლუტურად მისაღები და საჭიროა ექსპერიმენტები. ჩემს ყოველდღიურ მოვალეობებში შედის როგორც ვებსაიტებზე, ასევე მობილურ აპლიკაციებზე მუშაობა, ან მიწევს თავშოთ რაღაც კონკრეტული ფუნქციონალის აწყობა. ყოველ დღე პრინციპში განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ამოცანები როგორც სირთულით, ასევე ფუნქციონალით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც გადმოვბარგდი პროგრამირების სფეროში, ძალიან დიდი თავისუფლება მომცა მაგან დროის ხრივ, რომ ფაქტობრივად მე თვითონ შემიძლია დავამენეჯო ჩემი დრო და არ ვიყო დამოკიდებული სხვაზე და მივუშაო საიდანაც მინდა ფაქტობრივად. როგორც Swift-ში მუშაობის გამოცდილებამ, ასევე პირადად დამოუკიდებლად სწავლის გამოცდილებამ ფაქტობრივად აღმომაჩენინა ის გზა თუ როგორ შეიძლება ითვისოს ეს დარგი ადამიანმა ნოლიდან. და რის შემდეგადაც ესე დაემთხვა, რომ skill-მა შემომთავაზა, რომ მათ აკადემიაში წამიკითხა ლექციები სხვადასხვა მიმართულებებზე და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა იყო, მორიგი უკვე 2 წელიწადზე მეტია ვმუშაობ ლექტორად, რა დროის განმავლობაშიც 200-ზე მეტმა სტუდენტმა გამოიარა ეს გზა და მე პირადად ძალიან ვცდილობ, რომ ის ადამიანი ვიყო და ის ცოდნა მივცე მათ, რაც ცოდნაც მე მჭირდებოდა ამ დროის განმავლობაში, როცა მე თვითონ ვსწავლობდი და ფიქრობ, რომ ეს გამომივიდა და აი მაგალითად ერთხელ იყო, რომ ჩემს სტუდენტმა მომწერა, რომ დიმა დღეს პირველი ხელფასი ავიღე ჩემს ახალ დეველოპერულ სამსახურში და ძალიან მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ ფაქტით, იმიტომ რომ ამისთვის ვაკეთებ ამას. ამ სფეროში მოვაწეობამ ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა და ახალი იდეა გამიჩინა, ასე ვთქვათ და ცხადია ვაპირებ გაგრძელებას ჩემი საქმიანობის და ნახოთ იქნებ ახლო მომავალში ახალი კარები გაიხსნას ახალი ექსპერიმენტებისთვის.